პრეზიდენტად ინაუგურაციისას დონალდ ტრამპის დაპირებებს შორის იყო განცხადება, რომ იგი იქნება მშვიდობის დამამყარებელი. მან აქცენტი გააკეთა ეროვნული ინტერესებით მოქმედებასა და ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის ცვლილებაზე. საინაუგურაციო გზავნილების გათვალისწინებით ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მათ შორის წარსულში ტრამპის კრიტიკით დაკავებული ქართული ოცნების ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსთან მიმართებით ახალ ადმინისტრაციას წინამორბედის იდენტური პოლიტიკა ექნება. შტატების 47 პრეზიდენტის პოლიტიკა და მოლოდინები თბილისში. ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. To the President of the United States, President Donald Trump. დარბაზში, სადაც პირველი საპრეზიდენტო სადღეგრძელო შეისვა, მეტწილად ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური ოჯახის წევრები ისხდნენ. თუმცა 5 ნოემბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როცა გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი 4 წლიანი პაუზის შემდეგ დასავლური სამყაროს ახალ ლიდერად ბრუნდებოდა, ოპონენტებში ციკლო კრიტიკამ და მათაც, ვინც პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპის წასვლას ტაშით შეხვდნენ, კვლავ კავშირის ძაფების ძებნა დაიწყეს. ახალი მსოფლიო ტრენდი მძაფრად იგრძნობა პატარა საქართველოშიც, სადაც ახლა ბევრი ცდილობს რაიმე ფორმით მაინც იყოს ასოცირებული ლიდერთან, რომელსაც წარსულში პირდაპირ ან ირიბად სდებდნენ ბრალს რუსეთთან ალიანსში, ან კრემლის ინტერესების ლობირებაში. საქართველოში ამ ბრალს თუ ეჭვს ოპოზიციური ძალები ხშირად გამოთქვამდნენ. სხვათა შორის ისინიც, ვინც ინაუგურაციისთვის საგანგებოდ ჩავიდნენ ვაშინგტონში, თუმცა ტრამპთან ყველაზე ახლოს მისვლა მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა შეძლო, რომელიც ჯო ვილსონის მიწვევით კაპიტოლიუმის შენობაში ერთ-ერთ დარბაზში 2006 სტუმარს შორის მოხვდა და რამდენიმე ფოტოს გადაღებაც შეძლო. მე კი არ დავესწარი, მე წარმოვადგენდი საქართველოს. შენობიდან ოღონდ საკალათბურთო დარბაზიდან ადევნებდა თვალს ინაუგურაციის პროცესს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. ბევრი რამ შეიძლება მსოფლიოში ამერიკის. აი ლელოს ლიდერები კი სად იყვნენ ინაუგურაციის დროს უცნობია, თუმცა თანამდებობით შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ და საღამოს პრესსამსახურის ინფორმაციით ერთ-ერთი კონგრესმენის მიღებასაც დაესწრნენ. და მაშინაც, როდესაც ტრამპის ინაუგურაციისას ვაშინგტონში ყოფნითაც კი პოლიტიკური ლიდერები საკუთარ ამომრჩევლებს თითქოს ერთგვარ პოლიტიკურ მესიჯსაც კი უგზავნიან, არავის აქვს სურვილი გაიხსენოს, ვინ რას ამბობდა დასავლური სამყაროს ახალ ლიდერზე, თუნდაც 4 წლის წინ, როდესაც ან კრემლისადმი მიდგომებს უწუნებდა, ან პირდაპირ რუსულ პროექტად მოიხსენიებდა. ყველაზე მტკივნეული ამის შეხსენება სწორედ ლელოს წევრისთვის, სალომე სამადაშვილისთვის აღმოჩნდა. ჩემ Facebook პოსტზე შედი და მოძებნა და მე მაჩვენე. კი, მიდი მაჩვენე. 7 იანვარი 2021 წელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ეს ხომ თქვენი სტატუსი? არ არის ჩემი სტატუსი. ეს თქვენი სოციალური ქსელი არ არის, ქალბატონო სალომე? არ არის ჩემი სოციალური ქსელი. კაი, დავეთვალიერებ მე და გიპასუხებ. დათვალიერების შემდეგ პოლიტიკოს ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში საკუთარი სტატუსი აპოვნინეს და წააკითხეს კიდეც. თუმცა გახსენების შემდეგაც პოლიტიკოსმა საკუთარი სიტყვების გამოყენება ისევ მედიის წარმომადგენელთა დაკნინებისთვის სცადა. ინსტიტუციურ დარტყმას რო აყენებდა ტრამპის საკუთარი ასე ვთქვათ მართვის პირველი ვადის დროს ქვეყანას, ეს მისმა უშიშროების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა ბატონმა ბოლტონმა დაწერა ძალიან გრძელ წიგნში და წერა კითხვა, თუ იცით, წაიკითხეთ. ბოლტონის წიგნი წაიკითხეთ. აი პოსტი კი, რომელიც 2021 წლის 7 იანვრით თარიღდებოდა და პირდაპირ ეწერა, რომ ტრამპი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ პუტინის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, სოციალური ქსელიდან გაქრა. სამაგეროდ 21 საუკუნის ტექნოლოგიურმა მიღწევამ სკრინშოტმა შეინახა. ისევე როგორც ვიდეო არქივმა შეინახა ამავე წელს და ამავე დღეს ჩაწერილი ინტერვიუ. რუსეთი არაპირდაპირ დემოკრატიული ასე ვთქვათ პროცესის ბოროტად გამოყენების გზით ფაქტიურად საკუთარ ინტერესებს ატარებს, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა გუშინ ვაშინგტონში პირველ რიგში შედის სწორედ რუსეთის ინტერესებში. ვაშინგტონში, კონკრეტულად კი კაპიტოლიუმში მაშინ რთული მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ტრამპის მომხრეები, რომლებიც მაშინ შენობაში შეჭრისთვის დააკავეს, ახალმა პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა. ბრძანებულება 120-მდე დაღავებული პირის გათავისუფლების შესახებ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. რას ფიქრობს ამ თემაზე ქართული პოლიტელიტა დღეს რთული სათქმელია, თუმცა მაშინ როცა კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული პოლიტიკოსები ტრამპს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდნენ, პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს სიხარულით აცილებდნენ და უფრო დიდი სიხარულით ხვდებოდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპზე ბაიდენის გამარჯვებას. ბუში რაც მოხდა, ეს ყოველ შემთხვევაში არის პირადად პუტინის მეგობარ და ივანიშვილის მფარველ პრეზიდენტ ტრამპის სინდისზე. ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი.
ბევრი მათგანი ახლაც აქტიურ პოლიტიკაშია და ქართული დღის წესრიგის შექმნაში მონაწილეობს. გზავნილებით, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს მოქმედ ხელისუფლებასთან, მაგრამ აუცილებლად ითანამშრომლებს მათთან. მიუხედავად იმისა, რას ამბობდნენ პარტიული ლიდერები ამერიკის პრეზიდენტზე სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. ოპოზიციამ შეძლო ის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამერიკელ კონგრესმენებთან ჰქონდათ დიალოგი, ჰქონდათ საუბარი, რომელიც აძლიერებს ცხადი ოპოზიციის პოზიციებს. თავარი არის, როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აქ ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი არის ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანის, ჯო ვილსონის სენატორის განცხადებები. ჯო ვილსონი ქართული ოცნებისთვის საიმედოს არაფერს წერს, თუმცა ერთია როგორია 435-დან ერთი კონგრესმენის პოზიცია და რა გზავნილები აქვს მაგალითად დონალდ ტრამპს. თუ ქართულ პოლიტიკურ ველზე დიპ სტეითის ხსენება ოპოზიციის ნაწილს მუდმივად ხუმრობის ხასიათზე აყენებდა, 47 პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იმ დიპ სტეითის დამარცხება იყო, რომლის არსებობაც ისევ მითად რჩება პოლიტიკოსთა ნაწილისთვის. დიპ სტეითთან მიმართებაში ყველანაირი საუბრები გაუმართლებლად მივაჩნია, იმიტომ რომ რეალური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ. თუმცა დიპ სტეითთან ბრძოლა ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის წევრთა დღის წესრიგში რჩება და კონკრეტულ ნაბიჯებსაც ითვალისწინებს. საინტერესო კიდევ ისაა, რომ ახალმა პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში შესვლისას სხვა ბრძანებებთან ერთად ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შემდგომი 90 დღის განმავლობაში საგარეო დახმარების ყველა პროგრამა შეჩერდება. 90 დღის შემდეგ კი ფინანსები ქვეყნიდან მხოლოდ პრეზიდენტთან შეთანხმებით გავა. ზოგადად ტრამპი ფინანსური გამჭვირვალობის მომხრეა. ამავეს ამბობენ ქართულ ოცნებაშიც, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი პოლიტიკურად საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ბოლო დროს საგარეო კრიტიკის ხაზი ძირითადად უცხოური ფინანსების გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებზე გადის, რის გამოც დასავლური ქვეყნების ნაწილმა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაინახა და სანქციებიც დააწესა. აი ევროპარლამენტმა კი ერთმანეთზე მწვავე რეზოლუციები მიიღო, ჩანაწერებით, რომ ერთი კანონი ქვეყანაში არასამთავრობო სექტორს, მეორე კი LGBT თემის უფლებებს ხვდავდა. ახლა რთული სათქმელია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპარლამენტარებს ტრამპის ინიციატივების მიმართ, რომელმაც ბრძანებულებასაც უკვე მოაწერა ხელი და მანამდე პირველ საპრეზიდენტო სიტყვაშიც მკაფიოდ თქვა, რომ შტატებში მხოლოდ ორი გენდერი იარსებებს. დღეიდან შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი. ამ საკითხზე საქართველოში ერთი წელია არაერთგვაროვანი მოცემულობაა. მმართველმა პარტიამ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რამდენიმე თვის წინ მიიღო, ოღონდ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, რომელიც თემაზე საერთოდ არ საუბრობდა. ახლა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საკითხზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ბუნებრივად გაჩნდა შეკითხვა, არსებობს თუ არა ამგვარი პრობლემა. და ყოველ ჯერზე შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. თქვენი შეკითხვა არის დემაგოგიური, პროვოკაციული ხასიათის, აბსოლუტურად აცდენილია დღევანდელ დღის წესრიგს. სერიოზულად მეკითხებით ახლა ამას? კაი. ამ გზავნილს არ ვაფასებ. თუმცა იმ ნაწილში, სადაც შეფასებები ისმის ოპოზიციური გზავნილები საერთოა. ამ პოლიტიკურ პოლუსზე ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან კიდევ უფრო მკაცრი დამოკიდებულება ექნება. მათ შორის ძირითადად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო. თუმცა მმართველ პარტიაში საპირისპირო მოლოდინი არსებობს. ძირითადად ღირებულებების ნაწილში თანხმდრის იმედით. რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ესოდენ ძლიერი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც საქართველოში ასევე არის ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აყვანილი. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უკვე თავისთავად გარკვეულ ღირებულებით ერთიანობას ქმნის, რაც არის საწინდარი იმისა, რომ ურთიერთობები საომავლოდ გაგრძელდეს და გადავიდეს ეს ყველაფერი ძალიან ჯანსაღ ფორმაში და ფორმატში. გამოვყოფთ იმ მშვიდობასთან მიმართებაში ტრამპის განცხადებებს და ქმედებებს, რომლებიც უკვე ფაქტობრივად დაწყებულია და რაც ყველაზე მთავარია, ასევე გენდერთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ ითქვა და იცით, რომ მათ შორის კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ორ სქესს განსაზღვრავს და ეს სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას.
მმართველი პარტიის ამ ოპტიმიზმს ოპოზიცია არ იზიარებს და სამომავლოდ შეერთებული შტატებიდან მწვავე ნაბიჯებს ელის, ისევე როგორც ბრიუსელიდან. თუმცა ფაქტია, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ბრიუსელშიც ბევრ რამეს შეცვლის. სხვათა შორის თავად 57 პრეზიდენტმა საკუთარ ინაუგურაციაზე სულ რამოდენიმე ლიდერი დაპატიჟა პირადად. მათ შორის ევროკავშირიდან მხოლოდ 2. იტალიის პირველი პირი, რომელიც ახლახანს გაიცნო და უნგრეთის პრემიერი, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობს. ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპს ფლორიდის რეზიდენციაში სტუმრობდა. გუშინის ვაშინგტონში ვერ ჩავიდა, თუმცა ინაუგურაციას სოციალურ ქსელებში რამოდენიმე პოსტი მიუძღვნა და ამერიკის შემდგომ ბრიუსელის პოლიტიკაშიც სერიოზული ცვლილებები დაანონსა.